ეს ჩანაწერი გამოძიებისთვის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა, რომელიც მოსამართლის განჩინების საფუძველზე ნარკოტიკების საკონტროლო შეზღუდვას ასახავს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონოდ გასაღების ფაქტზე სამართალდამცველებმა 9 პირი დააკავეს. მათგან 4 ნარკორეალიზატორია. მოსამართლემ დაკავებულთა ნაწილს გირაო, ნაწილს კი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულთა შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც, რომლებიც დუმილის უფლებას იყენებენ. საქმეში არსებული აუდიო და ვიდეო მტკიცებულებების მიუხედავად, ბრალდებულების ნაწილი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. არ აღიარებს მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას, თავს არ ცნობს დამნაშავედ, აქედან გამომდინარე დამატებით კომენტარის გაკეთება არ შემიძლია. ალიას გარალიევი არ აღიარებს. თulis რომ მას შემხებობა არ ქონიათ საერთოდ და აბრალებინ ასეთი პოზიცია აქვს. რაც შეეხება მტკიცებულებებს, ჯერ რაღაც ნაწილია წარმოდგენილი მტკიცებულებების და თვითონ შემხებლობა უშუალოდ ნარკოტიკთან ამის მხრიდან არ ჩანს. ჩანაწერების გარდა მტკიცებულებებს შორის არის პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკისას მოპოვებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. მათ შორის ჰეროინი, კოკაინი, მეტადონი, ტრამადოლი, ლირიკა, სუბოტექსის 3000-მდე ავი. არის მოწმის ჩვენებები, ვინც ახორციელებდა ნარკოტიკული საშუალებებთან დაკავშირებით საკონტროლო შეზღუდვას, ასევე არის აუდიო-ვიდეო მასალა, სადაც ნათლად ჩანს თუ მოგეთქვათ თქვა ერთი ბრალდებული როგორ იღებს ფულად თანხას ნარკოტიკული საშუალების გასასაღებლად და მეორე ბრალდებული მოგვიანებით როგორ გადასცემს ნარკოტიკულ საშუალებას ყიდვაზე. 5 დაკავებულის მიმართ წარდგენილი ბრალი 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს, 4 ბრალდებულს კი 12-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.